აბა რა დავაშავე ხამჯერად ვის შემითხარით შეიძლება თქვენ იყავით გონი ჩვენთან არა თუ არა არა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის გამზირზე სადაც ხელოვნებად აფერხებით ის სამი ნაწილს ერთი არის კი ერთი არის სამიტავსი მომისმენთ ანუ ხელმოწერას გააკეთე და ჩაიბარებთ თუ მხოლოდ ჩავიბარეთ და ჩავიბარეთ თანამშრომლებს საერთოდ ხელს ხელს გადაგიგებთ გზის გადაკეტვის ჯარიმის ჩაბარების ფაქტს პოლიციელი თითქმის ყოველთვის იღებს. ამის საპირისპიროდ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, სადაც დაკავებულთა ჩხრეკა არ გადაუღიათ. საქმე ეხება ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ეს სისხლის სამართლის საქმეები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ადმინისტრაციული ჯარიმა. ბრალდებულებს გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს, ნიკა კაციას, ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვნიკასა და არტემ გრიბულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შესაბამისად, პოლიციელის мотиваცია, რომ დანაშაული ვიდეო მტკიცებულებით დაადასტუროს, უფრო მეტი უნდა იყოს. გამოდის, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის ჩაბარების ვიდეოზე დაფიქსირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. თუმცა უწყება ვერ ახერხებს ნარკოდანაშაულში ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების გადაღებას. თქვენი აზრით, რატომ არ არსებობს ის ვიდეო მასალა, რომელიც გამოძიებისთვის წესით უფრო მნიშვნელოვანია? გაგვეზიარეთ კომენტარებში.